მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მოდი ახლა სანამ ჩვენ ამ ვიდეოზე გადავალთ და ამ საკმაოდ რეზონანსულ თემას ჩვენ განვიხილავთ, მანამდე მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს, რადგანაც ჩვენ უკვე გადავწდით 150,000-იან გამომწერთა რიცხვს, რაც აი ყველაზე ღრმა ოცნებებშიც კი წლების წინ ვერ წარმოვიდგენდით თუ ჩვენ აქამდე მივიდოდით, ამდენი მიმდევარი ეყოლებოდა ჩემ შეხედულებებსა და ზოგადად ჩემ აზრებს, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ჩათვალეთ ჩემთან ერთად თქვენც აშენებთ ამ არხს. ეს არხი კი ემსახურება სიმართლეს, ობიექტურობას და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ინტერესების დაცვას. და რაღაც ეს ვიდეო სიმბოლურად ჩვენ უნდა გავიყვანოთ აი ამ რეზონანსული თემის, ესე ვთქვათ, ჭრილში, რადგანაც ბოლო კვირა საქართველოს უკვე გაიყო ორ ნაწილად, ანუ ჩვენი პოლარიზებული ქვეყანა კიდევ უფრო გაპოლარიზირდა თავიდან ბოლომდე, ანუ ნაწილი ფიქრობს, რომ ინვესტიციები არის ცუდი, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ინვესტიციები არის კარგი, ასე რომ ეხა მე ზოგადად აგრესიული კონტენტი მახასიათებს, აგრესიული საუბარი ყველაფერთან მიმართებაში, მაგრამ რახან ეს თემა არის ძალიან, ესე ვთქვათ, სენსიტიური, მე გადავწყვიტე, რომ ორივე მხარესთვის ანუ წარმოვადგინე როგორც დადებითი არგუმენტები, ასევე უარყოფითი რა არის ქვეყნისთვის და საბოლოოდ ჩვენ მივალთ ისეთ კონსენსუსამდე, რომელიც ჩვენთვის იქნება კარგი, რომელთაც ქართველები იხეირებენ და ზოგადად ფულით შემოვა ამ ქვეყანაში. მაგრამ აქვე მინდა დავამატო. ვიყოთ ბოლომდე ობიექტურები, როგორც თქვენ, ვიყოთ ადეკვატურები, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ ეს ცივი გონები და ამ ყველაფერს რო შევხედოთ და აქ უაზრო გამოხტომებით, გინებითა და ლანძღვით მე ჰეითერებზე მაქვს საუბარი. არა თუ ამ პროექტს ვერ შეაჩერებთ, ვერც მე ვერ შემაჩერებთ და ზოგადად ვერც ქართული ინტერესების დაცვას ვერ მოვახერხებთ. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად რამე შევინარჩუნოთ, მოგიწოდებთ აქვე რომ ვიყოთ ადეკვატურები და ვიყოთ ობიექტურები ყველა საკითხში. მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ ამ არაბულ ინვესტიციებზე, მაგრამ სანამ გადავალთ ამ ვიდეოზე, მანამდე გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გაუზიაროთ მეგობრებს, ასევე გამოყვეთ Instagram-ზე, რომელიც აღწერაში ამითითებული, ასევე გააკეთოთ დონაცია, რომელიც აღწერაში ამითითებული და პირველ რიგში ხა სანამ ჩემი აზრი ჩამოყალიბებაზე გადავალთ, ეს ვიდეო ცოტა ვრცელი იქნება, იმიტომ რომ დეტალურად უნდა ავხსნა ყველაფერი. მანამდე მე მინდა ოფიციალური რეპორტი წავეკითხო, ანუ დეკლარაცია ზოგადად რა კეთდება საქართველოში, რომ დავიწყოთ იმაზე, როგორც კრიტიკა, ასევე კარგი რამის თქვა. დავიწყოთ. საუკუნის პროექტი, საუკუნის ინვესტიცია. რომელიც მოცულობაც 6.5 მილიარდი ამერიკული დოლარია და რომელსაც არაბთა გაერთიანებული სამეურვეობის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია MR ჯგუფი, ანუ იგივენაირად Eagle Hills-ი ახორციელებს საქართველოში. სხვადასხვა პირადად დუბაიში ოდესას დავდიოდი, ნამყოფიც ვარ მათ ცათამჯენებში, ახლოდანაც მაქვს ნანახი და მართლა ძალიან გრანდიოზული რაღაცეებია, ეს არ გეგონოთ რაღაცა გერმანული ან ევროპული ან რაღაც ისეთი ბანძი კომპანია. მართლა ძალიან სერიოზულია, როგორც საინვესტიციო ჯგუფი. მოდი გავაგრძელოთ. საქართველოსთვის გამოყავს თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, იახტ-კლუბების, კომერციული, ფართებისა და რეკრეაციული სივრცეების შენებლობას ითვალისწინებს. ამ ფონზე ქვეყნის პირველი ეკონომიკისთვის გაუგებარია, რატომ არის ოპოზიციის კონკრეტული ჯგუფებისთვის მიუღებელი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. ხელშეუწყობს ყოველწლიურად 350,000-ზე მეტი ვიზიტორისა და 10 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას. ასევე შექმნის 30,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ეხლა მოდი, ამაზე გავაკეთე პირველ კომენტარს. ეხლა აქ მე რა არ მომწონს. მე მოვისმენე MR-ის დამფუძნებელის მთავარი სიტყვა და ის ამბობს ესეთ რაღაცას, თქვენს მოსმენილი გექნება, რომ ანუ ეს პროექტი გათვლილია, რომ შეიძინონ კონკრეტულად უცხოელებმა. რაც მე არ მომეწონა ბუნებრივია, რატო უნდა იყოს ნებისმიერი პროექტი თავიდანვე გათვლილი იმაზე, რომ ავტომატურად უცხოელმა უნდა შეიძინოს. მეორე რა არ მომწონს ამ პროექტში? მეორე ის არ მომწონს, რომ სახელმწიფო ფლობს 33%-ს დაახლოებით, როგორც ვიცი, და ჩემთვის ხა ბევრად საინტერესო და ესე ვთქვათ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, როდესაც როგორც ეს არის ანაკლის პროექტში, სახელმწიფო ფლობს 51%-ს, ანუ საკონტროლო პაკეტი უკავია და არის, ანუ ფაქტიურად ვერავინ ვერაფერს ვერც გაგიუქმებს და ვერც გაგიჩერებს მაგალითად იმ სხვადასხვა ინვესტიციების მოზიდვასა თუ იქ აბრეშუმის გზის, ესე ვთქვათ, მიმოსვლას ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა ფლობდეს ყველაზე მეტს. ეს არის ჩემი როგორც მემარჯვენე ეკონომიკისა თუ რავი, მემარჯვენე ნაციონალისტის შეხედულება ზოგადად ამ თემაზე, რომ სახელმწიფო და მთავრობა და ესე ვთქვათ, ქართველი ხალხის ხელში უფრო უნდა იყოს მეტი რამ, ანუ მეტი ინვესტიცია, მათ შორის რომელიც უცხოური პირდაპირი კაპიტალი შემოდის, ვიდრე უცხოელის. მაგრამ აქ ჩვენ არ ვიცით კიდე ბევრი დეტალები რა არის. მოდი ახლა გავაგრძელოთ და ასევე კაი რაღაცებსაც გეტყვით. უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტზე იერიში პირველად მამუკა ხაზარაძე მიიტანა, იყენებს ყველა პლატფორმასა თუ სოციალურ ქსელს და ამტკიცებს, რომ მალე გონიო თბილისი არაბთა დასახლებად გადაიქცევა და ამ პროექტით ქვეყანა ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. შენ ეგეთი დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყანა სარგებელს ავტომატურად მიიღებს. ეხლა გადავიდეთ კარგზე. მეორე. ეხლა უყურეთ, ლოგიკა იმაში, რომ ჩვენ არ განვახორციელოთ საქართველოში პროექტები, არის არარაციონალური თავიდან ბოლომდე.
რადგანაც მე რა ვერ გამიგია, იცი, აი ამდენი შეიძლება აი ახლა რაღაცას ვიტყვი და მინდა რომ აი კარგად მომისმინოთ. ეხლა მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური თემა. აი მოდი აქეთა კამერაში ვიტყვი ამ ყველაფერს. ეხლა უყურეთ. ევროპა ჩვენ არ გვინდა. ოკეი. ამერიკა ჩვენ არ გვინდა. ოკეი. რუსეთი ჩვენ არ გვინდა და არც რუსეთს და მაჭრობა არ გვინდა. ოკეი. ჩინეთი ჩვენ არ გვინდა. ოკეი. თურქეთი ჩვენ არ გვინდა. ოკეი. აზერბაიჯანი ჩვენ არ გვინდა. ირანი ჩვენ არ გვინდა. ისრაელი ჩვენ არ გვინდა. არაბეთი ჩვენ არ გვინდა. აი კითხვა მიჩნდება, ლოგიკური კითხვა ხო შეიძლება მე გამიჩნდეს, კაცო. მეც ისეთივე ქვეყნის შვილი ვარ. ამ ქვეყნის როგორც თქვენ ხართ. ანუ ჩვენი ნაციონალური სტრატეგიული პუნქტები სააკაშვილის დროს არის გაყიდული უცხოელებზე. ბენდუქიძის ეკონომიკამ საქართველოს რო დედაუტირა, ეს ვიცით, კაცო, ეს. ეხა არ დავიწყება კოცურ ნაცურ, ესე ვთქვათ, დუელებში მიაქარშევალ. ან ფაქტები მოყავს, ანუ ნაცების დროს გაიყიდა საქართველო, ოკეი. ქვეყანას არ გააჩნია ისეთი ბუნებრივი ნაციონალიზირებულ რესურსებზე კონტროლი, რომ განახორციელოს მაგალითად ამ ეკონომიკაზე და კონკრეტულად ამ კაპიტალზე დაყრდნობა და განავითაროს მაგალითად სხვადასხვა სახის ეკონომიკა. არ გვაქვს მაგალითად, აი გაყიდულია ბორჯომი, გაყიდულია ჩვენი ენერგორესურსები, გაყიდულია ჩვენი სტრატეგიული პუნქტები, ოკეი, არაფერი არ არის ამ თემაში, ოკეი. ტურიზმი ერთი, მესმის, რომ ტურიზმი ვითარდება, მაგრამ ტურიზმიც რა რის ფასად განვითარდა? ომი რო დაიწყო, ნახევარმა საქართველოს რუსებს მიყიდეს ყველაფერი. ესეც ფაქტია, ხა მე ვლაპარაკო ფაქტებით, და განანაირი ისინი არ მომაქვს, რა ქვია, ჰიპოთეზია, ფაქტი რა არის? ქართველები უფორმებდნენ ომი, როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ბიზნესებს რუსებს. ოკეი, ესეც ჭამეთ, კაი, ოკეი, გაყიდეს, ღმერთმა შეარგოთ, კაი. კითხვა მიჩნდება. ის არა, ეს არა, იქით არა, აქეთ არა. რითი უნდა გავმდიდრდეთ? ანუ მართლა იცით რა არის? ანუ სერიოზულად ვცოვ ამ კითხვას რა. აი სერიოზულად ვცოვ. არაფერი ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერი არ გვინდა, საერთოდ. არავინ. გვინდა რომ მეც ბაზარი არა ნეტა. აი ღმერთო ისეთ ქვეყანაში ვცხოვრ, ისეთი რესურსები მქონდეს, რომ თქვენთან ერთად ვარ. აი არავინ არ მჭირდება აბსოლუტურად ამ ქვეყანაზე, აი მე მინდა თქვენ გიყუროთ მარტო. მაგრამ რო არ არის ეგეთი რეალობა? ანუ ფული ვინ უნდა შემოიტანოს ამ ქვეყანაში? აი ფული. აი მაინდა ფული საიდან უნდა შემოვიდეს? ინვესტიცია ჩვენ არ გვინდა. მაგ ლოგიკით რო გავყვეთ, ანუ ქართული დეველოპერული კომპანიები როა მაგალითად ხო, რა ვიცი, იქ რა ქვია, აქსისი მაგალითად, არქი, ვივა, ბევრი კომპანია ხო საქართველოში, რომელიც ანუ ზოგი საერთაშორისოა, მაგრამ ანუ კორპუსები ხო შენდება საქართველოში. ანუ დეველოპერული კომპანიები ხო აშენებენ მაგ კორპუსებს. მაშინ მოდით იცი რა ვქნათ, აი გამოვიდეთ მთელი საქართველოს ქუჩაში და თუ გინდა მე მაგას უხელმძღვანელებ და საერთოდ თავრობას მოვთხოვოთ, რომ საერთოდ აკრძალოს შენებლობა ქვეყანაში. და რატო უნდა აკრძალოს ახლა? რო პოტენციურად შეიძლება თურქმა იყიდოს, შეიძლება ირანელმა იყიდოს, შეიძლება არაბმა იყიდოს, შეიძლება ჩინელმა იყიდოს, შეიძლება რუსმა იყიდოს. ანუ ლოგიკა ხო შეიძლება ჩვენ აი დავფიქრდეთ. მათ შორის მე რა არ მომეწონა ყველაზე მეტად, იცი, ადრე ნამახვახესი ხო გახსოვთ? მაგის დეტალებს ახლა მე არ ჩაუღრმავდები, მაგრამ მე მინდა დაგანახოთ საქართველოსთვის უკეთესი რა იქნებოდა. ბიჭო, ენერგო დამოუკიდებლობა ხო ჩვენი პრიორიტეტია. ანუ ხო გვინდა რომ იაფსიხდიდეთ, თქვენ დალოცვილებო დენში. ხო გინდათ იაფსიხდიდეთ წყალში, ხო გინდათ იაფსიხდიდეთ გაზში. კაი, რუსული გაზიც არ გვინდოდა, კაი, ჯანდაბას იყოს აზერული, გადავიხადოთ 10 ესე ვთქვათ 10 მანეთით ზვირი სიტყვაზე და ვსო დავიკიდოთ რა, ჯინაზე უფრო ზვირი გადავიხადოთ, რუსული ხო არ გვინდა ეხა. ბიჭო, ხო უნდა დაფიქრდეთ არა ლოგიკურად. არაფერი როგორ ამ ქვეყანაზე შეიძლება ჩვენ არ გვინდოდეს და თან პრეტენზია გქონდეს იმაზე, რომ რატო ზვირდება პროდუქტები, რატო არ არის სამსახურები ქვეყანაში, რატო არ არის უფრო მეტი ფული. ხალხო, ეს თავისით ესე არ ჩდება. როდესაც რესურსები შენ არ გაგაჩნია, იძულებული ხარ დაეყნო ორ რამეს. ღმერთმა აგერ მოგცა ტურიზმი, რომ ლამაზი ქვეყანა ხარ და მეორე მოგცა ინვესტიციები, რომელიც უნდა ჩაიდოს, მაგრამ ეხა უყურეთ. ყველა ინვესტიცია ცუდი არ არის. ეხა ემარზე მინდა ვისაუბრო, გადავიდე ემარზე და ამაზე გავაგზავნო საუბარი. ნახეთ, ემარი, რომელიც ჩემი პირდაპირ ეხა სურათსაც განახებთ, ეს არის 2002 წლის წინ საფულში ვიყავი დუბაიში. ეს არის ჩემს უკან, რომელსაც ხედავთ, ეს არის ემარის მიერ აშენებული გრანდიოზული პროექტი. ეს არის ბურჯ ხალიფას პირდაპირ. ბურჯ ხალიფა არის დედამიწაზე ყველაზე მაღალი შენობა, ვინც არის ცით და ემარი აშენებს, ანუ შეიხ საიდ როძე დუბაიზე, ანუ დასახლება, ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ იმებს რა, კომპლექსებს, სასტუმროებს, საბანკოს, ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს, მართლა, ძალიან გრანდიოზულ და ძალიან სერიოზულ რამეს. ანუ ემარი არ არის მაგალითად, რა ვიცი, სირიული არაბული რომელიმე კომპანია. ან ლიბანიდან შემოსული რომელიმე ქურდბაცაცები. ანუ ის დუბაელი არაბები თავისი შინაარსით, ანუ იმის დამიხვდათ რომ დიდრებად არიან გაზრდილები, არ გვანან ისეთ პაპუასი მესამე კატეგორიის ქვეყნებს, როგორებიც არიან სირია, მაგალითად ლიბანი თუნდაც, ერაყი, რავი გინდა ირანი, ანუ არ გვანან მაგათ, ანუ არის ან მეტი რამე მათ შვილებს განათლება აქვს ბრიტანეთში მიღებული. ანუ 18 წლიდან ლამბორგინები დარბიან უკვე.
ანუ აბსოლუტურად სხვა მაინდსეტი აქვს ცხოვრებაზე. ანუ ისინი არ არიან ისეთი ბომჟები, რომელსაც მაკრონი ევროპაში უშვებს მაგალითად. იმიტომ რომ იქაური მიგრაცია უკონტროლო არის კატასტროფა, იმიტომ რომ იქ შედიან მესამე ქვეყნის ჩე კატეგორიის ქვეყნები. სირიიდან, სადღაცა, მოროკოდან, ალჟირიდან, სად პაპუასი ბომჟები და დუბაელი არაბები პირადად ვიცნობ ხალხო. ეხა იქნება ეგეც მასწავლოთ, ანუ პირადად ვიცნობ მაგათ. ხალხთან წლობის განმავლობაში ურთიერთობა მქონია. ეგენი არ არიან ისეთი ბომჟები, როგორებიც ისინი, ვინც ჩვენ არ გვინდა რეალურად და იმათვისაც ვონა, მე ვიქნები პირველი წინააღმდეგი, რომ ეგენი საერთოდ უვიზოთ კი რა საერთოდ ქვეყანა შემოუშვათ. მაგრამ ბიჭო, ფული ხო უნდა შემოვიდეს არა ამ დალოცულ ქვეყანაში. ფული ხო უნდა შემოვიდეს. რაღაც ხო უნდა, ეხა რაზედაც მთავრობა გასაკრიტიკებელია, ეხა რა არის გეტყვით. ანუ უნდა გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი რა სიტუაციისწინებს, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მე ვეძებდი და ვერ ვიპოვე. ანუ დეტალები რა წერია შეგენ, ეგ არ ვიცი, ეხა იმაზე მე ვერაფერს ვერ გავატრაკებ, რაც არ ვიცი. ანუ იქ ზედმეტი რა წერია, ხელშეკრულების სხვადასხვა ფორმები როგორა და გაწერილი და ყველაფერი, ამაზე არ ვიცი, რაც არ ვიცი, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, უნებრივია, იმიტომ რომ ფიზიკურად საჯარო არაა და მოუწოდებ მთავრობას რომ ეს გაასაჯაროს, იმიტომ რომ არის მაღალი სამოქალაქო ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით და მეორე ხა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გადაიხედოს მარეგულირებელი საბჭოს მიერ, ვინც ამ პროექტს კურირებს და ხელმძღვანელობს, რომ არ მოხდეს სპეციალურად ქართველი მყიდველ უნარიანების დაჩაგვრა. და მესამე მთავარი უნდა გართულდეს ბინადრობის უფლება საქართველოში. ეს არის აპრიორი, ამაზე ნომერ პირველი წითელს ვინც ანთებს, ვარ მე. ნომერ პირველი, რაც ბოდიში წვანეს, ვინც ამაზე ანთებს, ვარ მე. იმიტომ რომ არ მინდა საქართველოს მოქალაქეობა ისე რიგდებოდეს, როგორც ეს იყოს, მაგალითად, რომელიმე ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი, იმიტომ რომ მე არ მინდა რომ ამ ქვეყანაში მასობრივად ჩავასახლო სხვა ნებისმიერი ერის ხალხი, იმიტომ რომ ისედაც დემოგრაფიული პრობლემები გაგვაჩინა და ისედაც ძალიან ბევრი ცუდი რამ. ამიტომ როგორც დუბაიში ასევე თვითონ კონტროლდება, იმიტომ რომ ძალიან რთულია ზოგადად ну მოქალაქეობის გაცემა ხო საერთოდ ავსტრალია იქ შეუძლებელია მოქალაქეობა არც გაიცემა საერთოდ იქ ну განსაკუთრებულ შემთხვევაში ჩიმეებს აქვს მაგალითად მიღებული იმიტომ რომ არაბთა გაერთიანებული ემირატების სახელით გამოდის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მაქსიმალურად ქართველი უმუშახელის ინტერესები ის რომ გამიზნულად არ იყოს შერჩეული რომ ანუ ჩვენ ხო გვინდა რომ მაგალითად ამ კაპიტალით ხა მაგალითად დავასაქმოთ ბევრი ქართველი ხო, ანუ გამიზნული არ უნდა კონდეს ემარს ის რომ გამიზნულად შემოიყვანოს ვიღაცები და ქართველ მუშახელს ამაზე უარი ეთქვას, იმიტომ რომ ამით შენი ეკონომიკის მინისტრის სიტყვები საკუთარ თავს დაუპირისპირდება. ანუ ჩვენ თუ გვინდა რომ ამ ეკონომიკით ქართულმა ხალხმა იზეიმოს და ესე თქვა იხეიროს, ამ შემთხვევაში მუშახელს იმიტომ რომ ბოდიშით მილიონები არავის არ აქვს, ხა ყოველ მეორე ქართულს ვადგეს და მანცახლები იყიდოს. მაგრამ რითიც შეიძლება ჩვეულებრივმა middle class-მა ამით იხეიროს, ის არის რომ სამუშაო სივრცეები და შრომის კოდექსი არსებობს და სამუშაო სივრცეები შეიქმნას ქართველებისთვის. ის ალკე საკითხია თუ ქართველი არ იკადრებს იქ მუშაობას, ეს სხვა საკითხია უკვე. მაგრამ ის რომ ქართველ მუშახელს უნდა კონდეს იმის საშუალება რომ მივიდეს და მანდ იმუშაოს, აქ ხელი არ უნდა შეუშაროს არანაირმა ქსენოფობიურმა, სამსახურეობრივმა, ან ეთნიკურმა, ესე ვთქვათ, დაბრკოლებამ, რომელიც იქ უნდა შეიქმნას. ამიტომ სახელმწიფომ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. და ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან მთავარი რამ. მეგობრებო, ერთხელ და სამუდამოდ შევეჩიოთ ერთ რამეს. ეს ყველაფერი გამოჩნდა ეხა შემოსავლების სამსახურმა რომ გამოაქვეყნა ახალი 20 წელს მიღებული კანონია ქონების გადასახდელის და ეხა ისეთი ალიეკოთი წამოვიდა ამ ქვეყანაში პირველად გაიგეს რომ ქონებაზე არსებობს გადასახდელი ანუ ესეთი რამეები ხდება ანუ ქონების გადასახდელი არსებობს ყველა ქვეყანაში მათ შორის იმ ევროპაში რომელსაც შეგევროპელებს უნდათ ანუ ნებისმიერ ევროპულ თუ ამერიკულ ყველა ქვეყანაში არის დაჟე ეს კი არა ამაზე უარესი გადასახდელები ანუ იქ შემოსავლების სამსახურში რომ გამოქვეყნდა რომ რაღაცა 40000-მდე თუ გაქვს სხვა არის 40000-დან 100000-მდე თუფლობ მოძრავან უძრავ ქონებას და ამან იმდენად დაბიო და იმდენად წაკითხulis გააზრებაში პრობლემა მანდ იყო აი მე კომენტარებზე იმებს კითხულობდი აი სული მეხუთებოდა მართლა რომ მარტივი რაღაცა ვერ გაიგეს ადამიანებმა რომ თუ ქონება გაქვს შედალოცვილო უნდა გადაიხადო ამდენი რაღაცა ავი 10 ლარი 9 ლარი დალოცვილ რაღაცა ავიცი ერთი 1000 კვადრატულში სიტყვაზე პირობითად. ანუ იმდენად მიუჩვევლები ვართ აი რაციონალურ საქმიან დამოკიდებულებებს რომ ყველაფერი მე გადაგვდის იცი რა გადაგვდის რაშიც ურაპატრიოტიზმში რა. აი ეგრევე ვიღაცა იმბეცილი გამოვა იტყვის რომ всё ქართველობა ამით დაკარგულია ეგრევე აყვება მთელი რავი აი ჯგრო რასაც ქვია. ბიჭო ჯერ გაარკვიე რა ხდება ჯერ შეისწავლე რა ხდება დოკუმენტები გამოითხოვე მე ხო ვარ ამ ხელისუფლების ხარდამჭერი ვერ თქვი ანუ სადმე შემეშინდა რომ გამოაქვეყნეთ
დოკუმენტები, ემა არის შეთანხმება რა დაიდოს სახელმწიფო და ემა შორის, რომ ქართველი ხალხი იყოს ინფორმირებული, რადგანაც ეს არის რეზონანსული თემა. და ეკონომიკის მინისტრმა რო თქვა, რომ აქ ისა რა ქვია, ქართული მუშახელი უნდა დასაქმდესო. ამაზეც თუ ვერ შედგა კონსენსუსი, ხო? ამ შემთხვევაში პირველი მე გავაკრიტიკებ მაგათ. პირველი მე მაშინ ვისთვის კეთებ, მართლა არაბებისთვის კეთდება, ანუ არაბი დასაქმდეს, არაბმა იცხოვროს, არაბმა ისაქნას, ხო, რა ქვია, არაბმა ბინადრობის უფლება მიიღოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ორად ორ რამეზე ვატრაკებ სერიოზულად. აი, ორად ორ რამეზე. პირველი, უკონტროლო მიგრაცია და მესამე ჭე კატეგორიიდან შემომავალი, ესე ვთქვათ, ბანძი არაბები და მეორე, რაც ყველაზე მთავარია. ბინადრობის უფლება და მოქალაქეობა უნდა გაიცემოდეს ძალიან რთულად ქვეყანაში. ძალიან რთულად. აი ძალიან რთულად. ის არაბი ჩამოვა აქ იმუშავებს, კეთილს ინებებს, როგორც რეზიდენტია დუბაიში 2 წელი, მე ხო, როგორც მოსულით გამახარე, ისე წასულით გამახარებ. მაგრამ მე ისი არ მჯერა, ხა მე მინდა ისე თქვა, ხა დუბაის უყურებ ყოველდღე და დუბაიზე ვგიჟდები ზოგადად, იმიტომ რომ დუბაიში თველობით მიცხოვრია მე. 2010 წლიდან, რავი, 2000 ბოლოს ვიყავი, 2023 წელს. ხო? ანუ თვეობით მიცხოვრია ამ ქვეყანაში, ვიცი იქაური ხალხი, ვიცი იქაური დამოკიდებულება, ზოგადად ყველას მიმართ, ანუ ძალიან თბილი მოსიყვარულე, კეთილი, რავი, ეხა ლამბორჯინი შუა ქუჩაში მიჩერებდა, რომ გათავსულიყავი და რა ვიცი, ეხა ისეთი პატივისცემა იყო და ისეთი სითბო იყო ხალხს შორის, რომ რავი, 64 მეგონა დედამიწაზე. აკიდე სადაც შეხვალ ყოველ ჯერზე იქ არის გინება, ლანძღვა, ერთმანეთის წაება, რავი, ჯვარზეცმა და უბედურებები. თბილი ხალხია, ანუ დუბაელები და ზოგადად ემირატების ხალხი არიან ძალიან თბილი, იმიტომ რომ მაღალი ცხოვრების სტანდარტები აქვს, ბევრი ფულია, სადაც ბევრი ფულია, ნაკლები დარდია, ბუნებრივია, ხო? და ეხა უყურეთ, მე რო ვაკრიტიკებ ხოლმე იმ ისლამიზაციას და მე რო ვაკრიტიკებ ზოგადად, რა ქვია, იმას უკონტროლო მიგრაციას, ყოველთვის ეხება იმ ჭე კატეგორიის ქვეყნებს, როგორებიც არიან სირია, ერაყი, ისა რა ქვია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები, ანუ ბომჟები, რომლებიც შედიან ევროპაში. ეგ სხვა საკითხია. იქ ნახეთ, თემა ხო არის, ხო, ეს ხო განიხილება ხოლმე, რომ აი ქოცემა ჩაასახლესო არაბებია, ხო, ბიჭო? ქოცებს რო არაბების ჩასახლება აქ უნდოდეთ. ქოცები მიიღებდნენ ესეთ კანონს, რომ მოდი სოციალური დახმარებები უხადოთ და მოქალაქეობა დავარიგოთ მარტივად ყველა არაბზე. მე პირადად ვიცნობ ძმა, ვაგერ იმის, რა ქვია, მიგრაციის დეპარტამენტი როა, აგერ 15-20 კაცი დაიჭირეს გუშინ მაგაზე, არალეგალი ინდოელები დაეგენი და ზოგადად ბევრ რაღაცას ხმამაღლა არ ამბობენ, ისე აკეთებენ, ისე იჭირენ და ისე უშვებენ ამ ქვეყნიდან. ძალიან მაგრამ მუშაობს ამასთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მიგრაციის დეპარტამენტი, რომ არალეგალურად ვერ შემოდიან. მეორე, ქოცებს რა შემთხვევაში დავესხმებოდი მე თავს. ქოცებს მე გავაკრიტიკებდი იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში იქნებოდა სოციალური დახმარების პროგრამები. აი მაგალითად როგორც აქვთ ფრანგებს, ან ფრანგებს ქვეყანაში რა აქვთ, ხო მაგალითად ნარკომანი, ბომჟი, ან რავი, რომელიმე ეგეთი ჭე კატეგორიის, რა ქვია, კანიბალი, როდესაც ქვეყანაში შედის, იმას უნიშნავენ ხელფას, ანუ პენსიას თვეში 500-600 евро. ამას დამატებული რაღაცა ეგ სოციალური სხვა დახმარებები და თვეში 3000 ევრომდე ადიან და ფეხი-ფეხი გადადებული ნარკომანები ცხოვრობენ. ესეთი პროგრამები რო გაეტარებინა, მე ამაში ქოცებს ვეტყოდი ესეთ რამეს, რომ ქოცებო, ნახეთ, თქვენ რასაც ეტევით, ეს არის სამშობლოს ღალატი. მაგრამ ამას ქართული ოცნება არ აკეთებს. პირიქით, ქართული მიწა უცხოელზე არ იყიდება. უფრო მეტიც კიდევ. ეხა თიანეთში რომ მოხდა ბოლოს ძალიან ცნობილი ამბავი, სადაც ქართველი ფიზიკური პირი ვიღაცა არ ვიცი ტიპი, ხო არასასოფლო სამეურნეო მიწების იმის აკრძალულია და იმის ქრთამის ხარჯზე აპირებდა, რომ ქართული მიწა უცხოელისთვის ქართველს მიეყიდა. იქ არც ქოცი ყოფილა, არავინ არც ნაცი და არც ბებია ჩემი არ ყოფილა იქ. რიგითი ქართველი, რომელსაც მიწა ქონდა რაღაც თიანეთში, აპირებდა არაბისთვის მიეყიდა ისე, რომ მაგალითად ვერავინ ვერ გაიგებდი თქვენ. მე ამაზე უსაფრთხოებამ დაიჭირა და პასუხი აგებინეს. ბიჭო, მე კაცი შევიდოდა იმაზე Facebook-ზე ან YouTube-ზე და კომენტარებში დაიწყებდა, ქოცებმა გაყიდეს ეს ქვეყანა, უცხო რამდენი გადაგიხადეს. ბიჭო, ქართველი აკეთებდა თვითონ. ეხლა პლუს ამ ყველაფერს თავი დავანებოთ. 2022 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე რამდენმა ქართველმა გადაუფორმა რუსებს ბიზნესები და მიწები საქართველოში. რამდენმა, აი მოდი გულახდილავთ თქვა ეხლა. ხო კარტებს ხსნით ყველაფერს, მოდი გულახდილავთ თქვა, რამდენმა ქართველმა მიყიდა ჩვენი მიწები რუსებს. განსაკუთრებით აჭარაში და ბათუმში რამდენმა მიყიდა, აი მართლა მაინც მოდი საკუთარ გულებში ჩავიხედოთ ეხლა. ის ხალხი მე შემოვარდება Facebook-ზე და ვაიმე ქოცები ქართულობას გვართმევენ, ვაიმე ბიძინა ივანიშვილი საკუთარ იმაზე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავზე როგორ ფიქრობს, შვილო 2 მილიარდი დაკარგა, სვისკა იმან რა ქვია, რო წაართვა რა ქვია, არა აბსოლუტურად სასამართლო დავა მოუგო, იმან რა ქვია, სვის კაპიტალი თუ რა ერქვა დამოვიწყდა იმას რა ქვია, ბანკს და 2 მილიარდი კაც გაუყინეს ისე არაფერზე და ამის გამო 4.7 მილიარდი რო ქონა, 2.7 მილიარდია ეხა.
ანუ ამას რო გაყიდვა უნდოდეს, ხო, ვაფშე ქვეყანა წავიდოდა, ქვეყანას მიუტოვებდა აბსოლუტურად ყველას მიუგდებდა ესე, მიდი, ხო, მიდი გაიდეთ საქართველოს იტყოდა. ეს ხო არ მოხდა რეალურად. რატო უნდა დავიბრმავოთ ეხა ჩვენ თავი, აი, მე რატო, ბიჭო, მე რა, ჩემი მიზანი რა არის? რა არის ჩემი მიზანი? დრო შავა გაგერ საქართველოსი გამოკრული, ხო? ბიჭო, რომ მინდა, რა თქმა უნდა ქართველებზე მინდა ყველაფერი კეთებოდეს, რა თქმა უნდა ქართველმა მინდა იხაიროს. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი ურა პატრიოტიზმის ხარჯზე ვერ მოხდება რა. რო ყველაფერზე სადღიგრძელოები აქვს ვილაპარაკოს, სოფიზმი ჩავრთო, აუ, ყველაფერი გაყიდული, ყველაფერი მიცემული და ამ დროს ფეხი-ფეხზე გადადებული აქვს, ქვეყნისთვის არავის არაფერი გაუკეთებია, მარტო მაშინ ახსენდებათ საქართველოს და ეს მთავრობა, როცა ვინმეზე დასაჯმელია. რა გასაკრიტიკებელი, ისე არავინ არ ახსოვთ ვაფშე. გრამი ქვეყნისთვის აი ჭყონია რო არის, რა ქვია, კოკაკოლის ფლობელი, გადასახდელების მეტი არაფერი გადამიხდიაო და ამით ამაყავს, რომ გადასახდელები გადაიხადა კაცმა, თურმე ხაზარაძემ ერთადერთი წალენჯი ხაში ერთადერთი ბაღი გააკეთა ეგეც იმიტომ რომ ნაცემმა მოიგეს იქ. და აი ამ ზღაპრებით ხალხო გაცხოვრებენ და თქვენი ემოციები იკვებებიან. ბიჭო, ჩვენ ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ. მე მტერი როდის ვიქნებოდი თქვენი იცით? აი მართლა რო გამოსულიყავი და ცალმხრივი პოზიცია დამეჭირი აქვს, მაგრამ ცალმხრივი არ დამეჭერია. მაქსიმალურად ობიექტური მაქვს ხა დაჭერილი. ხალხო, ფული თუ ამ ქვეყანაში არ შემოვიდა, მაშინ პრეტენზია ნუღა გაქვთ ანაკომის სუპს რო შეჭამთ და პრეტენზია ნუღა გაქვთ ძვირს რო დენში გადაიხდით, რომ იმ ნამახვან ხეზე რო იყო ის, რა ქვია, წინაპართა მიწებიო, ჯერმაქამდე მიწები მიყიდეს თვითონ სახელმწიფოს ადგილობრივება. რეინჯ როვერებით დადიან ახლა. გელენდვაგენებით და იმით. და მე რა ქუჩაში იყვნენ გამოსული ჩვენი მიწის წინაპრების მიწაზე თურქები აშენებენ იმას რა ქვია ჰეს შედალოცილო იმ ჰესით მე შენ უფრო იაფი არ მოგივიდო და გადასახდელი. ხო გეუბნებით ეს ქვეყანა მე მაგიჟებს ხანდახან ეს ხალხი რა. არავინ ამ ქვეყანაზე არ უნდათ და მდიდრები უნდათ რომ იყვნენ, თან არ უნდათ რომ მუშაობდნენ. თან ეგ აპლუს. ეხო საქართველოში ხო პოპულარულია ეს უფასო ფული, საქართველოში ხო პოპულარულია ფინანსური პირამიდები, საქართველოში ხო პოპულარულია კოლ-ცენტრები ჯერ აბსოლუტურად ყველა დასაჭერია. სუსმარაზეც უნდა იმუშაოს ეგა თავიდან ბოლომდე უნდა აი ეგ კლანი საერთოდ უნდა აღმოიფხრას, რომლებიც პირდაპირ რომ კოლ-ცენტრები გაცილებით უარესი დიდი ბოროტებაა, ვიდრე ნარკოტიკებს რო ადამიანი ყიდის. გაცილებით უარესი ბოროტება. იმიტომ რომ იქ ნარკომანის მომხმარებელი ნარკომანი ის თავის თავს მაინც ღუპავს ის ავადმყოფი. მაგრამ იქ ჩაოლებრივ ადამიანებსაც რო ადგება და რაღაც დაპირებებს რო უკეთებენ, ამაზე პროტესტი რატო არ გვაქვს? ამაზე რატო არა ქუჩაში აქციები? იმაზე რატო არ ყოფილა ქუჩაში აქციები რუსებზე რომ იწები გაიყიდა საქართველოში და კომპანიები? ხმას რო არავინ არ იღებდა, რო ყველა მოხიბლული იყო რუსის ნაშები დადიან. ოკეი, მე არ მერიდება მაინც მაგას ვამბობ. რო ისევ მირჩევნია ლამაზი რუსი შემოვიდეს აქ, ვიდრე მაგალითად თურქი, ირანელი ან არაბი ან რავი, ისევ რუსი მირჩევნია შემოვიდეს და რუსის ლამაზი მაინც არის იმ გოგოს რო უყურებ. მაგრამ აქ გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან ხალხნო რა. ფულიც გვინდა, ინვესტიცია არ გვინდა, ფული გვინდა, მუშაობა არ გვინდა. ეგო გვაქვს წასული ზეცაში და მიწაზე არავინ არ ვართ საერთოდ. ეს არის უბედურება ჩვენი ერის, აი რა მდგომარეობაშიც მოიყვანა. და მე საქართველოს რო უყურე მეცოდება მართლა მეცოდება ამ ხალხის ხერში. აი პირდაპირ რომ მეცოდება რო უყურებ აი ამ ქვეყანას, აი ამ წინაპრებმა ამ ხელა ბრძოლით მოიტანეს და რო ყველა მხარე სადაც არ უნდა გავიხედო. იმ ხელა კრიტიკის ობიექტი შეიძლება მოაწყო იმდენჯერ შეიძლება გააკრიტიკო, რომ აი იტირებ ადამიანი ბოლოს რა. ამიტომ ხალხო ხო გეუბნებით რაც ცუდი აქვს, მე ყველაფერი ჩამოთვალე. პირველ რიგში გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტი, რა შეთანხმება შედგა. მეორე რიგში უნდა ეკონომიკის მინისტრმა არ ვიცი, მაგრამ უნდა მოახერხოს, რომ ხაზგასმით უნდა იყოს, რომ ქართველები უნდა დასაქმდნენ. ესა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ინვესტიცია შემოდის, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგო რაც შეიძლება მიიღოს ისა, რომ მუშახელი ქართველი იყოს. თუ არ იმუშავებენ, ეგ უკვე სხვა კრიტიკის ობიექტია. მერე მესამე რომ არ უნდა იყოს თავიდანვე გამიჯნული ისე რომ ავტომატურად უცხოელებზე აბსოლუტურად ან კონცენტრაცია მაგეთ არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს ჩვენი ერის დემოგრაფიას ვნებს. და ხა კარგი რა არის? ხა ეს სუდი, ხა კარგი რა არის? კარგი რომ ინვესტიციით ფული შემოდის, 6 მილიარდი შემოდის ხალხო. ეს მიწა არავის არ მიაქვს საქართველოსთან. საერთოდ არ მიაქვს. ანუ მიწა აქ არის, არავის არ მიაქვს, ტელეპორტაციას არავინ არ უკეთებს. ეს მიწა აქ არის. ჩვენ მაგალითად ჩვენი უბედურება სოფლის მეურნეობა განვითარებული რო არა და ზამთარი მოდის ხა და მომიწევს ისა ვიყიდო თურქული ნიორი, თურქული ხახვი და თურქული ბოსტრემულობა. რატო? იმიტომ რომ ქართველები ყველანი თბილისში ვცხოვრობთ და ბათუმში. სოფლის მეურნეობა არ არის.
იმის და მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქონდა პროგრამები, ქონდა მაგალითად ბევრი დახმარებები ტრაქტორები, ის მეხამრიდები, ის სიტყვასაწინააღმდეგო, ბევრი რაღაცები იყო გაკეთდა, მაგრამ არა, ყველა გვინდა რომ ვიყოთ თავადები ქვეყანაში. ყველას გვინდა რომ ვიყოთ თავადები. აი ეს არის უბედურება. თურქეთი როგორ მუშაობს ბიჭო სოფლის მეურნეობაში შეხედეთ პროსტა. თურქეთი და აგერ ღმერთმა რა მიწა მოგცო. და ნიორი არ გვაქვს ბიჭო სათბურებში ნიორი არ გვაქვს რომ ზამთარში ერი გამოვყვებოთ. და კიდე ბევრი რაღაცა ეხა ნიორი გავიხსენე ეხა იმიტომ რომ ყველაზე მეტად თვალში ეკხვდება ხოლმე. რაზე გვაქვს პრეტენზია ამებზე? ბევრი რაღაცა რო არ იმაზე რატო აქციებს რატო არ ვატარებთ ამ თემებს? სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს, პოპულარიზაცია გავუკეთოთ ჩვენ სოფლის ნობადს, რომ უფრო მეტად მოვხოდოთ ჩვენი რეგიონები, რომ უფრო წავახალისოთ. რატო არ? იმიტომ რომ ამაყები ვართ, ხალხო, ამაყები და ამ სიამაყემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა ჩვენ. აი ამ ქედმაღლობამ და ეროგანტობამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა ჩვენ, როგორც ერს. და აი ამ ზომამდე მიგვიყვანა ჩვენ გახლეჩილი შუაზე, თავინა ბოლომდე და ერთი ვერ გაგვირჩევია მარტივი ჭეშმარიტება, მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც გასაკრიტიკებელი, სწორედ მაინც გააკრიტიკეთ. თორე გასაყიდი საქართველოს აგერ იყო დასავლეთთან ეხა. უფრო მაგარ ფასში მე თუ მკითხავთ, ბევრად მაგარ ფასში იმ deep states ისეთი ფულები აქვს, MR-ს არ დაისისრება დამიჯერეთ. და რატომაც არ გაიყიდა საქართველოს არა? არ გაიყიდა. პირიქით ჩვენი ინტერესებმა გაიმარჯვა. მაგრამ რაღაცათი რომ ამ ქვეყანაში წახალისება მოხდეს, რაღაც ხო საჭიროა ინვესტიცია. და დავდგეთ ეხა მოდი ერთად, აი მე კიდევ ერთხელ ვიმორე, დავდგეთ და მოდი ეხა უთხრათ მთავრობას. აი მე რაც ჩამოვთვალე. გაასაჯაროვე დოკუმენტები, ეკონომიკის მინისტრს პირადად ვთხოვ ამას, რომ დადოს ისეთი შეთანხმება, რომ ქართველი მუშახელი დასაქმდეს, იქ მნიშვნელოვანია, რომ ბინადრობა გაართულეს. აი ამაზე გავაკრიტიკოთ ერთად ხალხო. აი ამაზე ხო არ მერიდება და ხო ლაპარაკობ. მე ვარ პირველი ამორჩეველი. მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ვთქვათ, YouTube-ზე ვინც არის, მე ვარ, ვინც ბიძინა ივანიშვილს აქებს ამ ქვეყანაში. და ამაზე რაც საჭიროა, მივდივარ და ვეუბნები, რომ ეს საჭიროა და ყურადღება ამას მივაქცევთ, რომ ქართველი ხალხი არ არის ბრმა ამ თემაში. აი ამ თემაში რატო არ მომყვებით? რატო არ გინდათ გამოვყვეთ? კაიზე უთხრათ მადლობა და ცუდზე გავაკრიტიკოთ. აი ნუ თუ ესეთი ძნელია, ნუ თუ ესეთი რთულია მე რასაც ვლაპარაკობ. მაგრამ არა, მაინც რადიკალიზმი რა. ეხლა უყურე კომენტარებში შეწავა, რამდენია იმარმა, რამდენი გადაგიხადა, Eagle Hills-მა რამდენად მოგისყიდა. ნუ აი მე ვთხოვთ, მე იმიტომ ღადაობ ბევრ რაღაცაზე უკვე. მე უკვე არასერიოზულ დამოკიდებულება მაქვს. უკვე და იზოლებული ვარ, ჩავწერო ვიდეოები, ვიღაცებს ვაჩვა, ვიღაცებს ვაფურთხო, აღარ მინდება მე ისეთი ვიდეოების გადაღება, სადაც შემეცნებითია რამე. იმდენად მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხვდებით. იმდენად არ ვიცით და არეული გვაქვს მართლა რამსები, რომ პრობლემებს ჩვენ გვიქმნის ხალხო ეს ყველაფერი. ჩვენ და მე თქვენთვის კარგი რომ მინდა, იმიტომ ვაკრიტიკებ ჩემ თავსაც, მთელ ერსაც, მთავრობასაც, ოპოზიციას და ყველას აბსოლუტურად. ამიტომ ჩემი აზრი და დამოკიდებულება ეგაა, მეგობრებო, რომ ამ ვიდეოში ვინც ვერ გაიგეთ, ხა კაი რა ვილაპარაკე და ცუდი რა ვილაპარაკე, რავი, თუ ვერ გაიგეთ, ახლიდან გადაახვით, მოусმინეთ, თუ კიდე ვერ გაიგეთ, მაშინ თავი გამანებით უკვე რა, მართლა მე დავიღალე უკვე, მაშინ აღარც დავით აღმაშენებლობა მინდა, აღარც გიორგი ბრწყინვალობა, აღარაფერი აღარ მინდა მაშინ ამ ქვეყანაში რა. თუ ჩვენ არ ვისწავლით რაციონალურ აზროვნებას, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ჩვენ მომავალი არა გვაქვს. არანაირი მომავალი არა გვაქვს, აი პირდაპირ და ხმამაღლა ვამბობ. მე გამოვყავი ყველა პუნქტი, რაზედაც ამ მთავრობას ვთხოვ პასუხებს, მე ასევე შევაქე კიდევ სხვა საკითხებში. 3 პუნქტი მაგაში გამოვყავი, 3 დადებითი, 3 უარყოფითი. მეტი მე სხვა ენაზე არ შემილია, არ ვიცი, არ მაქვს, რავი. ეხლა თუ მეტყვეთ იმაზე, ემარმა რამდენი გადაგიხადაო და იმან, რავი, რამდენი იქნა მე არ ვიცი და მიხდიან. ამიტომ ხალხო, მე აგერ საქართველოს არის გმირების ქვეყანა და საქართველოს მოაღწია ამდენი საუკუნე. და მე არ მინდა რომ ჩემი ქვეყანა ვნახო არარაციონალური ხალხის ხელში. და არც მინდა რომ ამ ქვეყანაში ჩემი მოსახლეობა იყოს დაზომბირებული. მართლა არ მინდა. მე რომ მინდა ის ზეციური საქართველო აქ მიწაზე შევქმნა და მის ზეციური საქართველოს მივახცე, ჩვენ ტვინებში უნდა ჩავიხედოთ და ჩვენ ეშმაკების ბუდე უნაგონებაში დავანგრიოთ, რომ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ. თუ ჩვენ ამას არ ვისწავლეთ, პრეტენზია არ გქონდეთ არავის, რომ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ წავა. გინდა Eagle Hills-ი კი არა. აი საერთოდ რა ვიცი, მთელი არაბული, მთელი კაპიტალი რაც არსებობს, თავისით ყველა ოფშორი და ეგ რო ჩამოვიდეს, მაინც ვერაფერი ვერ გვიშველის. ამიტომ საბოლოოდ დასკვნაში და საბოლოო მესეჯად იმას ვიტყვი, რომ ინვესტიციები კარგია, მაგრამ უნდა იყოს დარეგულირებული ისე, რომ ქართველი ხალხი არ დაიჩაგროს. ეხა ხო გაიგეთ ჩემი პოზიცია. დასასრული.